საკმაოდ ხშირად მსახურობენ, განსაკუთრებით დედაჩემი სხვათა შორის, რომ ისე ცუდად იკვებები, ვიტამინები გაკლიაო და მეც ამ დანაკლისის შესახებად განსაკუთრებით გაზაფხულზე ვიტამინების ნაკრებს დიდი მონდომებით ვსვავ ხოლმე, არ ვიცი ფსიქოლოგიურია თუ არა, მაგრამ კურსის ჩატარების შემდეგ თავს ბევრად ენერგიულად და კარგად გვხვდა, თუმცა რამდენად რეკომენდებულია ვიტამინების თვითნებურად მიღება და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს, ამას უკვე ჩვენი სტუმარი გვეტყვის ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა, რომელსაც სტუდიაში ველოდებით დილა მშვიდობის. ლაშა, დილა მშვიდობის. გამარჯობა. აი ახლა ის დროა უკვე, აი გაზაფხული მოვიდა და დედაჩემმა უკვე არაერთხელ შემახსენა, რომ ჭირდება ვიტამინები. და სალამი ამბობს, რომ ეს ყიდულობა და სვამამ ვიტამინებს და ეს თვითნებურად. დიახ. მაგალითად ლაშას დახმარების გარეშე. სამწუხაროდ. ხო და ლაშა ახლა დაგტუქსავს და რაღაცას ნა. მოგესალმებით. პირველი შეკითხვა, ალბათ მთავარი შეკითხვა ეს იქნება, რამდენად რეკომენდებულია აი ესე თვითნებურად, მე ვატყობ, რომ მე თავს გრძნობ ცოტა ენერგიის გარეშე და ასე შემდეგ და მჭირდება ვიტამინები. ესე რა თქმა უნდა, როგორ მოვიქცეთ, გაზაფხულია, ვიკოკრებით რა ხდება. დავლიო არ დავლიო. კითხვის პირველი ნაწილი სწორედ დაამთავრა საუბრო სამწუხაროდ. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, მიღება ესე თვითნებურად არაფრის არ შეიძლება, ხო? ვინაიდან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ვიტამინებიც და მინერალებიც, იმიტომ რომ ისინი შეადგენენ ჩვენთვის განუყოფელ ნაწილს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში, თუმცა მათ ასევე შეუძლიათ გარკვეული პათოლოგიური ზემოქმედებაც მოახდინონ ჩვენს ორგანიზმზე, ხო? ამიტომაც ერთხელ მაინც, თუნდაც გაზაფხულზე სასურველი არის მივმართოთ სპეციალისტს, გარკვეული ზოგადი დიაგნოსტიკური კვლევები ჩავატაროთ და იმის მიხედვით გადაწყდეს თუ რომელი კონკრეტულად მიკროელემენტი ან ვიტამინი გვჭირდება. ხო, აი სულ ეს მაინტერესებს, აი როგორ უნდა დავადგინო, რა ხერხით უნდა დადგინდეს, რა ვიტამინი მაკლია მე და ჩემს ორგანიზმს. ეს ძალიან მარტივი არის. ჩვენ ამისთვის ვსწავლობთ ექიმები. ხო? იმიტომ რომ თითოეულ ვიტამინის დეფიციტს და მინერალის დეფიციტს ახასიათებს თავისი კონკრეტული სიმპტომატიკა, თუმცა ზოგიერთი მათგანის, ესე ვთქვათ, დეფიციტის ან დიდი რაოდენობით არსებობის შემთხვევაში თითქოს და არის გარკვეული მსგავსებები ჩივილებს შორის, მაგრამ მაინც არის ესეთი კონკრეტული განსხვავებები. შესაძლებელია რომ დიდი რაოდენობით გქონდეს? რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის იყოს და დიდი მაგ შემთხვევაში რა რაოდენობით ხდება? და ამ შემთხვევაში ჭირდება მაგალითად არსებობს ესეთი მინერალი, რომელიც ჩვენი გულსისხლთა სისტემისთვის არც თუ ისე სასარგებლო არის, რომელსაც ქვია ნატრიუმი და იწვევს არტერიული წნევის ციფრების მატებას და იმისთვის რომ ჩვენ ნატრიუმი გამოვდევნოთ ორგანიზმიდან არსებობს, ესე ვთქვათ, მისი ანტაგონისტი, მინერალი, რომელსაც ქვია კალიუმი და ამ შემთხვევაში შესაძლებელი არის კალიუმის მიღების ბალანსით ჩვენ მოვახდინოთ აი ამ ორი მინერალის დაბალანსება ჩვენს ორგანიზმში, ისე რომ თან ვიმოქმედოთ დადებითად ორგანიზმზე, ანუ არტერიული წნევის შემცირება მოვახდინოთ და გარდა ამისა ჩვენი ორგანიზმა იმუშაოს გამართლებით. აი, ამ შემთხვევაში აი მაგალითად მოდის ხოლმე SMS-ები, ხო, ტელეფონზე, რომ აი ესა თუ ის ფირმა, რაღაც მაღაზია კონკრეტული, რომელიც მუშაობს ამ განხრით, გიწევს და გეუბნება, რომ SMS-ში პირდაპირ ეს გეუბნება, რომ აი მობრძანდით ჩვენთან, დადგა გაზაფხული და მიიღეთ ესა და ეს ვიტამინი. ანუ ის კი არა, მობრძანდით ჩვენთან, გაიარეთ რაღაც კონსულტაციას, ხო და ჩვენ გვყავს ექიმი, ასე შემდეგ და მერე მიიღეთ ხო სპეციალისტი, მერე მიიღეთ ვიტამინები. აი ამ რეგულაციებს რა ვქნა? მოდით ესე ვთქვათ, მაშინ ჩვენ ვაზროვნებთ და ჩვენ ვართ ინდივიდები, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ხო? იმის მენეჯმენტი არის ის, რომ უნდა გაყიდოს ეს, მაგრამ რაც იყიდება, ყველაფერი არ ვარგა და ჩვენც ყველაფერი არ უნდა რაც წინავს, ყველაფერი ოქრო არ არის, ხო იცი? რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის ჩვენ ვიცოდეთ, ეხა გარდა ამისა, ჩვენ როცა ვსაუბრობთ პოლივიტამინებისა და მინერალების ნაკრებზე, რომლებიც ძალიან აქტიურად არის გამოყენებული ჩვენს ბაზარზე, ხო? რა თქმა უნდა, ეს არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვაქვს გარკვეული, ესე ვთქვათ, ონკოლოგიური დაავადებებისკენ ყველაზე მძიმე რო ავიღოთ, ხო, მიდრეკილება და თუნდაც რაიმე ტიპის ამ ეტაპისთვის სიმსინური წარმონაქმნი, მაგრამ კეთილთვისებიანი დავარქვათ მას, შესაძლებელი არის ამ პოლივიტამინების მიღების ფონზე ჩვენ მოვახდინოთ მისი პრომოცირება, მისი გაზრდა და გამოვიწვიოთ. ეს მარტივ კითხვას დავსვენ, რა შეიძლება ხა დიდი ბევრი არაფერი, მაგრამ აი მაგალითად C ვიტამინი, ხო? ვიცით რომ აი დრაჟეებს რო ეძახიან, ბავშვობიდან გვეუბნებოდნენ რომ ეს ძალიან ზამთარში აუცილებლად დალეთ.
ასე მე მაგალითად პროფილაქტიკის მიზნითაც სვამენ ხო მაგრამ მთელი ზამთარი ვსვავდი წელს მოდი სხვათა შორის ისეთი ზამთარი მქონდა რა ძალიან დაკავებული და ჩართული მქონდა გონება რომ ხო აი რაღაცნაირად არ უნდა გავცივდე სულად არ უნდა გავხდე არ უნდა ჩავწვე და აი C ვიტამინს ყოველდღე ვიხმარობდი და არ ვიცი ეს ჩემი ფსიქოლოგიური განწყობაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თუმცა ჩვენ სეზონი ზოგადად ჩვენი ბუნება გვთავაზობს ყველა სეზონზე იმ პროდუქტს რომელიც ჩვენთვის არის აუცილებელი ზამთარში ეს რა არის ციტრუსი რომელიც მდიდარი არის C ვიტამინით კივი რომელიც მდიდარი არის C ვიტამინით ხო ამიტომ შესაძლებელი არის ჩვენ ამ ხილით შევავსოთ ჩვენი ორგანიზმი და შესაბამისად არ დაგვჭირდეს დამატებით მიღება აი ამ C ვიტამინის თუმცა გადაჭარბებულმა C ვიტამინმა ვიტყვი ბარემ ამასაც რომ მსმენელის მაყურებლისთვის იყოს უფრო მარტივი რომ შესაძლებელია გამოიწვიოს აგრეთვე პათოლოგიური ზეგავლენა ორგანიზმზე განსაკუთრებით კი არსებობს ესეთი ენდოკრინული ორგანო თირკმელზე და ჯირკვალი რომელიც პასუხისმგებელი არის სხვადასხვა ჰორმონალურ პროცესებზე ჩვენს ორგანიზმში და შესაძლებელი არის გამოიწვიოს მისი დათრგუნვა რამაც შემდგომში მოგვცეს უკვე ენდოკრინული პათოლოგია თუნდაც ბავშვი როდესაც არის და აძლევს C ვიტამინს, ну, სხვა წამლებთან ერთად რომელიც დაუნიშნა ექიმმა, რამდენად მიზანშეწონილია, იმიტომ რომ მე გამიკეთებია ეგ და ალბათ ძალიან შემოსტარ ვარ. თუ ექიმმა დანიშნა C ვიტამინი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, იმიტომ რომ C ვიტამინის დეფიციტს თქვათ თუ ჩვენ სიმპტომებს მივყვებით, აქვს თავისი სიმპტომები ორგანიზმში გამოხატული. ეს არ გამოიხატება მხოლოდ იმუნური სისტემის დაქვეითებაში, იმიტომ რომ იმუნური სისტემას აქვეითებს გარდა C ვიტამინისა ძალიან ბევრი სხვა მიკრო-მაკროელემენტი და ვიტამინი. C ვიტამინის დეფიციტის დროს არის ლაქები გარკვეული ტუჩის ზედაპირზე, ასევე კანზე გარკვეული პრობლემები, ხო? და ამ დროს ექიმი, პედიატრი ამ შემთხვევაში ბავშვებს თუ ვეხებით, აფასებს ბავშვის მდგომარეობას და ის უკვე აკეთებს დასკვნას, თუ საიდან შეიძლება იყოს იმუნური სისტემა დაქვეითებული და იმის მიხედვით ხდება შერჩევა ამ მიკრო-მაკროელემენტებში. კიდევ ერთხელ რომ გავიმეორებ, რომ არანაირი მედიკამენტის მიღება, ვიტამინისაც კი არ შეიძლება სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე. ეს კიდევ ერთხელ ვთქვათ, მე მაინტერესებს თუ შეიძლება თუ ეს ვიტამინების მიღება შევცვალოთ, თქვათ, სწორი კვებით, ანუ ვიტამინებით დატანილი პროდუქტების მირთმევით და მეც მაინტერესებს, აი რომელია ესეთი პროდუქტები, რაც პირველი გახსენდება, აი დაცეცხლი რო არის ვიტამინებით და თან არ გვავნებს ამ პროდუქტის მიღება. ეს ცოტათი რთული საკითხი არის. რთული საკითხი არის იქიდან გამომდინარე, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ როცა ვესაუბრებით ხოლმე პაციენტებს, რომ იცით რა არის, აი დღეობით ვთქვათ, ამ საკვებში არ არის ნივთიერება, რაც ჩვენ გვჭირდება, არც ამ საკვებშია ის, რაც გვჭირდება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მათ აქვთ კითხვა, მაშინ რა ვჭამოთ და ჩვენ აქ უკვე ვერ ვცემთ ხოლმე პასუხს. სამწუხაროდ დღესდღეობით გვაქვს 21 საუკუნე არის ის საუკუნე, როდესაც მიკრო-მაკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტი არის, როგორც საკვებში, ზოგადად გარემოში ჩვენი ეკოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, გენური ინჟინერიის განვითარებიდან გამომდინარე და ასევე კონსერვანტებისა და ემულგანტების საუკუნიდან გამომდინარე. ამიტომაც რთულია იმის თქმა, რომ ჩვენ როდესაც ვიღებთ პროდუქტს, სრულად ვიღებთ იმ მიკრო-მაკროელემენტებს, რაც ჩვენი ორგანიზმისთვის არის აუცილებელი და ამიტომაც ხშირად ხდება ხოლმე, რა თქმა უნდა, ვიტამინების და მინერალების დამატება ოღონდ სპეციალისტის მიერ, ვთქვათ, სწორი კვების პრინციპების შერჩევისას პაციენტებთან და საერთოდაც დღესდღეობით მსოფლიოში და ალბათ თქვენც გსმენიათ, რომ არის გლობალური D ვიტამინის დეფიციტი, ხო? ესეც სწორედ აი ამ ოღონდ ისე ექიმთან ვიყავი, გამოვიყულია და დადგინდა. კი. ეკოლოგიური პრობლემების გამო, ხო, აქედან გამომდინარე, ბავშვთა ასაკში დღესდღეობით მოწოდებული არის, რომ D ვიტამინი აუცილებლად უნდა მიიღონ იმისათვის, რომ ის ამცირებს სხვადასხვა დაავადებების რისკს. D ვიტამინი. D ვიტამინი სამწუხაროდ გამომშალება. სათიღება D ვიტამინი. ზეზე, რომელზეც ყოფნა არ შეიძლება, ვინაიდან რადიაცია ბევრად უფრო მაღალი არის, ვიდრე D ვიტამინის გამომშალება. საკვებში D ვიტამინი არ გვხვდება, თუმცა არსებობს საკვები, რომელიც ხელს უწყობს D ვიტამინის გამომუშავებას ჩვენს ორგანიზმში. ეს არის სტაფილო მეტნაკლებად
და ყველაზე მეტად ეს არის თევზი და თევზის კონი. მე მაგალითად გამიგია სიტყვაზე ადამიანებისგან, რომლებმაც აი კარგად იციან ჩაი, გეუბნებიან ხოლმე, აი ზამთარში კონკრეტულად ეს ჩაი დალია, გაზაფხულზე ეს ჩაი დალია, აი გაზაფხულის ბოლოს ეს, რაღაცა ზაფხულში ეს და არის ესეთი საკვები, რომელიც აი კონკრეტულად გაზაფხულზე უნდა მიიღო, აი გაზაფხულის და დავამატებ ბარემ ასე ჭიქეთს. აი მაგალითად ამბობენ რომ კალციუმი როცა გააკლია, უნდა მიიღო ხაჭო. საკმარისი თორე ხაჭოს მიღება და უნდა დავამატოთ თუ არა ამას ვიტამინი და მე მაგალითად ერთ ოჯახში მინახავს ესეთი რაღაც რომ ვაშლში ქონდა ჩარჭობილი ლურსმანი, იმიტომ რომ რკინა აკლდა და 100 მეტр რკინას მიიღებოდა და გაოცებული მოყურებთ ეს ნორმალურია, ანუ მართლა ასეა? მოდით დავიწყოთ ცოტა პუტკუჩა შეკითხვა გამოგვივიდა. ხო, დავიწყოთ ჯერ კალციუმით, მოკლედ თუ ჩვენ ვიცით თუ როგორ არის მიიღებული ეს ხაჭო, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ხაჭო საკმარისი არის იმისთვის, რომ შევავსოთ კალციუმი, მაგრამ აქვე უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ხშირ შემთხვევაში სწორი კვების პრინციპების დროს ვერ დავარქმევ. ეგრეთ წოდებული დიეტების შიმშილის დროს მიმართავენ ხოლმე ისეთ ხაჭოს ყიდულობენ, რომელშიც 0% არის ცხიმის შემადგენლობა, მაგრამ კალციუმს აუცილებლად ესაჭიროება გარკვეული რაოდენობით ცხიმი იმისათვის, რომ შეწოვა მოხდეს ორგანიზმში. შესაბამისად 0%-იანი ხაჭოდან ჩვენ კალციუმს ვერ ვღებულობთ, ხო? ამიტომაც უნდა ვიცოდეთ წარმომავლობა ამ ხაჭოსი. გარდა ამისა, თუ კალციუმი ჩვენ მივიღეთ, მაგრამ არის D ვიტამინის დეფიციტი, ამ შემთხვევაში იმ კალციუმის გადასვლა უკვე სისხლიდან უჯრედებში და ძვალში ვერ მოხერხდება, თუ D ვიტამინის დეფიციტია, ხო? აქედან გამომდინარე უნდა ვიცოდეთ რა მდგომარეობაში გვაქვს D ვიტამინიც, ხო? რაც შეეხება ვაშლს და ლურსმას, ამ შემთხვევაში, ნუ რა თქმა უნდა, ლურსმნიდან ვერაფრით ვერ გადავა, რკინა, ვაშლში, თუმცა ერთგვარი შემოწმება არის, ეს ნახეთ, ერთგვარი შემოწმება არის იმისა, თუ შეიცავს თუ არა ეს ვაშლი რკინას, ნამდვილად, იმიტომ რომ ჟანგვითი პროცესი მიმდინარეობს და იქვე ადგილზე სწრაფად ჩავდება ეს ვაშლი და შესაბამისად ეს ნიშნავს მოკლედ ჟანგვითი პროცესების კახას ნაწილი დაგვრჩა ჩაისთან მიმართებით. უნდა არსებობს ბევრი ჩაი, რომელიც აუცილებელი არის სეზონურად, იგივე ჩაი ლიმნით, მაგალითად ზამთარში, რომელიც C ვიტამინის წყარო არის, ხო? ჩაი კენკრით, მაგალითად გაზაფხულზე არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ გარდა C ვიტამინისა, მასში არის ძალიან ბევრი სხვა მინერალები და ვიტამინები, რომელიც ჩვენ, ესე ვთქვათ, ენერგიის წყაროთ არის ორგანიზმისთვის და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანიც არის, ხო? შესაბამისად, გაზაფხულზე სამწუხაროდ არ არსებობს ისეთი პროდუქტები, ხო? დღესდღეობით, რომელიც მთლიანად შეიძლება, ესე ვთქვათ, მივიღოთ ის ნივთიერებები, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის არის აუცილებელი, იმიტომ რომ გამოფიტული არის ამ დროს ორგანიზმი და ნამდვილად საჭირო ხდება ხოლმე გარკვეული მინერალების და ვიტამინების მიღება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად რომელი მივიღოთ, იმიტომ რომ პოლივიტამინებს რო დაუბრუნდეთ, ისევ და ისევ არსებობს აი კალიუმი და ნატრიუმი, მაგალითად ვახსენეთ, ხო, ერთმანეთის ანტაგონისტები არის. ესეთი არის კალციუმი და რკინაც. ჩვენ თუ გვაქვს რკინის დეფიციტი და გვაქვს კალციუმის დეფიციტიც და ამ დროს გადავწყვიტეთ, რომ ორივე პრეპარატი მივიღოთ ერთად, გამოდის, რომ ჩვენ ვსვავთ აბებს, მაგრამ შესაბამისად შემდგომში ეფექტი არ გვექნება, იმიტომ რომ ისინიც ერთმანეთის ანტაგონისტები არიან და შეწოვა უბრალოდ ორგანიზმში არ მიმდინარეობს. როგორ მე ზამთარს თუ გადაურჩი? უკვე გადაურჩი და გაზაფხულია უკვე. ბახვა საინტერესებდა რა პროდუქტები, რა ვიტამინით არის გაჯერებული, ერთგვარი რჩევა რო გამოგვიდეს ჩვენი ტელემაყურებლისთვის და გვაქვს პლაზმაზე ის პროდუქტები. კი ბატონო, კი ბატონო. საინტერესო ამბავი. სწორედ აი ეკოლოგიაზე როცა ვსაუბრობდით ჩვენ, ხო, უფრო მარტივად რო იყოს დასანახი ამ სლაიდზე არის გამოხატული ეს ყველაფერი, აი ვიტამინი A მაგალითად იმისთვის რომ მივიღოთ ჩვენ, რომელიც აუცილებელი არის ბავშვთა ასაკში ზრდისთვის და უკვე მოზრდილ ასაკში კანის სტრუქტურის შენარჩუნებისთვის. ხო, 950 გრამი ყველი უნდა მივიღოთ დაახლოებით დღის განმავლობაში. ასევე რომ მივიღოთ ვიტამინი B6, 600 გრამი ავოკადო, ანუ დაახლოებით B6 ვიტამინი ეს არის ნერვული სისტემის მკვლევარი, ანუ B ჯგუფის ვიტამინები, ზოგადად ნერვული სისტემისთვის არის აუცილებელი კომპონენტები, რომლებიც გარდა ნერვული სისტემისა, ასევე კუნთოვანი ქსოვილის სიძლიერისთვის არის აუცილებელი. აუცილებლად უნდა გადავამოწმო რა ლაშა. ერთი პერიოდის
სადღაც რამდენიმე თვის წინ იყო რაღაც ტენდენცია Instagram-ზე. Instagram ინფლუენსერები წერდნენ მოდელები, მსახიობები, ვაცებ რომ ეს ყველი ორგანიზმში ლპება, ანუ ვერ ხერხდება მისი გადამუშავება და გული მქონდა გახეთქილი, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი პროდუქტია მართალია ეს ყველა. მოდით ესე ვთქვათ, ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც მიიღება ცოცხალი, ესე ვთქვათ, პროდუქტისგან და მასში არის ბაქტერიები, ნებისმიერი პროდუქტი ლპება ჩვენს ორგანიზმში, მათ შორის ბოსტნეული, მათ შორის ხორცი, მათ შორის რძის პროდუქტი. იმიტომ რომ ისინი შეიცავენ ცოცხალ ბაქტერიებს, რომლებიც ჩვენთვის დადებითი ბაქტერიები არიან და მნიშვნელოვანი არის ჩვენი კუჭნაწლავის ტრაქტის მიკროფლორისთვის. ეხლა მიკროფლორას ბარემ უცებ აქვე ორი სიტყვით ვიტყვი, რომ მიკროფლორა თუ არ არის აგრეთვე მოწესრიგებული ჩვენი კუჭნაწლავის ტრაქტის, რაც არ უნდა საკვები მივიღოთ ჩვენ, მაშინ ეს ბაქტერიები თუ არ არის ნორმაში, ესე რომ ვთქვათ, უხეშად მიკროფლორა ეს არის ცოცხალი ბაქტერიები. ხო, ეხლა ბაქტერიები ჩვენ ვიცით, რომ არის ცუდი, იმას ხელი არ მოვკიდოთ, ბაქტერია და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენთვის კარგი ბაქტერიებიც არსებობს, რომლებიც უზრუნველყოფს აი ამ ვიტამინების, მინერალების კარგად გადამუშავებას და შეწოვას ჩვენს ორგანიზმში, ხო? იმისთვის რომ ჩვენ ესე ვთქვათ, აი ეს დღიური დოზა ვიტამინების, რაც კუთხეში არის, ხო, ჩამონათვალი მივიღოთ, აი ნახეთ, რამდენი პროდუქტის მიღება გვიწევს დღის განმავლობაში. 670 გრამი ბანანი, ну, რაც ძალიან კალორიულია და დამეთანხმებით ძალიან ბევრია. 400 გრამი პორტოხალი, 400 გრამი თევზი, 400 გრამი ხახვი, 400 გრამი ხორცი, 1 კილოგრამი სტაფილო და ასე შემდეგ. ეს ძალიან ბევრია, მაგრამ ეს არის ნახეთ დღევანდელ დღეს, ან 21 საუკუნეში არსებული მდგომარეობა, როდესაც ჩვენ გვჭირდება აი ეს მოთხოვნილება აქვს ორგანიზმს ამ ვიტამინების ჯგუფზე და ჩვენ უნდა მივიღოთ საკვები პროდუქტების ეს რაოდენობა, რაც წარმოუდგენელია, ალბათ დამეთანხმებით. და აი რახან წარმოუდგენელია, ამიტომაც არის აუცილებელი მივმართოთ სპეციალისტს, თითოეული კომპონენტის გამოკვლევა ხდება დღესდღეობით საქართველოში და ეს აბსოლუტურად შესაძლებელი არის, ან ჩვენი ჩივილებიდან გამომდინარე, ხო? სპეციალისტმა განსაზღვროს თუ კონკრეტულად რომელი გვჭირდება, თუ ნერვული სისტემის აგზნებადობა და კუნთოვანი სისუსტე არის ამ შემთხვევაში ბეჯგუფის ვიტამინები, თუ კანზე პრობლემები არის ამ შემთხვევაში A ვიტამინი, ხო? ვიტამინი E ვიტამინი კი ბატონო, ასევე თუ არის კანის სტრუქტურის დარღვევა, ცვლილება განსაკუთრებით ქალბატონებში, თუ არის ასევე გარკვეული მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ხო, იმიტომ რომ პროჟესტერონის მოქმედებაში შეიცვალა ჩვენი სლაიდი, სადაც უკვე მინერალების რაოდენობა არის, ჩვენ ვისაუბრეთ ვიტამინებზე, აქ არის უკვე მინერალების დღიური ნორმა, ხო, გარდა იმისა, რომ ვიტამინები არის აუცილებელი, მინერალებიც მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და დღიური მოთხოვნილებისთვის ჩვენ უნდა მივიღოთ პლუს წინა სლაიდს კიდე ეს პროდუქტები იმისთვის რომ ავითვისოთ. ეს დაახლოებით ერთი თვე მეყოფილია. დამეთანხმებით, ხო? მაგრამ ეს ძალიან კარგი კვლევა იყო ჩატარებული 90-იან წლებში, 70-იანი წლებიდან, ესე ვთქვათ, 72 წლიდან 92 წლამდე რამდენად შეიცვალა თითოეულ პროდუქტში შემადგენლობა მინერალებისა და ვიტამინების. და ყველაზე მარტივი რო ავიღოთ, აი მაგალითად კომბოსტო, ხო? კომბოსტოში თუ დღიური, ესე ვთქვათ, მაგნიუმის მისაღებად ჩვენ გვჭირდებოდა დღეში 400 გრამი 72 წელს. 92 წელს უკვე გვჭირდებოდა 4 კილოგრამი კომბოსტო დღის განმავლობაში და 92 წლიდან დღემდე ალბათ წარმოგიდგენიათ ეკოლოგია კიდე რამდენად შეიცვალა, ხო? შესაბამისად, მინერალების და ვიტამინების აუცილებლობა ჩვენი ორგანიზმისთვის ნამდვილად არის, თუმცა აუცილებლივ ასევე უნდა მოხდეს ეს სპეციალისტის დანიშნულების წრეები, იმიტომ რომ ზოგიერთ ვიტამინს და განსაკუთრებით ეს მშობლებისთვის უნდა იყოს ძალიან ისეთი ხაზგასმით, რომ ზრდაში რო დაეხმარო ხოლმე პატარებს თვითნებურად აძლევენ D და A ვიტამინს იმისთვის, რომ სიმაღლეში ზრდა მოხდეს. და აი კონკრეტულად A ვიტამინი და D ვიტამინი არის ორგანიზმისთვის მათი ჰიპერდოზირება ტოქსიური და შესაბამისად მათი გამოყენება ესე ერთი ხელაღებით რა თქმა უნდა არ არის. ერთი შეკითხვა მაქვს, მარილი არის იქ 50 გრამი რაოდენობა? დიახ, აქ 50 გრამი მარილი არის იმისთვის, რომ ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ნატრიუმიც აუცილებელი არის, ხო, ჩვენი გულის კუნთის მუშაობისთვის. რომ მარილი საერთოდ არ უნდა მივიღოთ, მაგრამ იმისთვის, რომ ნატრიუმი მივიღოთ, ნუ აქ მეტნაკლებად ამისთვის არის მოყვანილი, თორე რა თქმა უნდა რეკომენდებული არ არის. რეკომენდებული ეს რაოდენობა პროდუქტების, რაც აქ არის,
არც ერთი არ არის, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ დღეს შემადგენლობა დღესდღეობით თითოეულ პროდუქტში მინერალების თუ რა რაოდენობით უნდა მივიღოთ, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ ჩვენი დღეული მოთხოვნილება. რაც დამეთანხმებით, რომ ალბათ წარმოუდგენელი არის, იმიტომ რომ წინა სლაიდს და ამ სლაიდს თუ დაუმატებთ ერთად, შეიძლება ითქვას, რომ ერთითვის მარაგი არის ოჯახის, ესე ვთქვათ, გამოტანილი ორივე სლაიდზე ერთად, ხო? იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ მინერალები და აქ თუ შევაჩერებთ ყურადღებას, არის დღიური ნორმაზე საუბარი, ხო? ყოველდღიურად გვჭირდება ჩვენ, ხო? არ შეიძლება რომ ერთი დღე ვიყოთ ჯანმრთელი და ერთი დღე ვიყოთ ავად. ყოველ დღე ჩვენ თუ ზრუნავთ ჯანმრთელობაზე, აუცილებელია ყოველდღიურად მივიღოთ გარკვეული, ესე ვთქვათ, მინერალები. ჩვენ ამას კიდევ უფრო ვაზარალებთ, ესე ვთქვათ, ჩვენს ორგანიზმში არსებულ მინერალებს ისეთი პროდუქტებით, fast food-ით, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, სადაც შედის ტრანსკანცეროგენები, ტრანსცხიმები, შედის სხვადასხვა ტიპის, ესე ვთქვათ, ემულგანტები, კონსერვანტები, რომლებიც ჩვენ ვიცით და ევროკავშირის მიერ არის მოწოდებული სპეციალური სია, რომელი ემულგანტი კონკრეტულად რომელ ვიტამინს და რომელ მინერალს ანადგურებს ჩვენს ორგანიზმში და შესაბამისად ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ დღეს გვაქვს ვიტამინების და მინერალების დეფიციტი და აგრეთვე მიკროფლორა არის დაზიანებული, ჩვენ აი ამ ემულგანტებით კიდევ უფრო ვაუარესებთ. ერთი ძალიან მოკლე შეკითხვა, სწრაფი კვება ცალსახად ამოგვაქვს ჩვენი რაციონი. რა თქმა უნდა, ცალსახად ამოგვაქვს ჩვენი კვების რაციონიდან, ვინაიდან ეს არის ყოველად გამორიცხული მოკლედ ჩვენი. მაგრამ არ არსებობს საკოსაც მეც ახალსაც და ალბათ ჩვენს ტელემოყურებლებს, მაგრამ რეალობა ეს არის. ასე ძალიან დიდი მადლობა რომ ეს გაგვარკვიებთ. უნდა მივაყოლოთ. დიდი იმედი მაქვს. გაზიანის ასმენ. ჩვენი მაყურებლები შენს რჩევებს გაითვალისწინებენ და ჩვენ მათ შორის კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა გავმარტოთ, რომ თვითნებურად ვიტამინების, წამლების განსაკუთრებით მიღება არის სალამეს გასაგონად. ხო, შეიძლება სავალალო მდგომარეობამდე მიგიყვანოთ, ასე რომ ყოველთვის მივმართოთ სპეციალისტს და ეს სპეციალისტი არის ამ შემთხვევაში ენდოკრინოლოგი. ხო? კი, ანუ ზოგადად არის ნუტრიციოლოგია, ესეთი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საკვების მოქმედებას ჩვენს ორგანიზმზე, მინერალების და ვიტამინების ურთიერთქმედებას და ნუტრიციოლოგია არის ენდოკრინოლოგიის ოჯახის, ესე ვთქვათ, ნაწილი. დიდი მადლობა.